კარგად იცი, სახელმწიფოსა და ჯარზე რა გავლენა მაქვს. ჩემი ერთი სიტყვაც კი საკმარისია. შემიძლია წესები შევცვალო და ტახტზე შენი ვაჟი ავიყვანო. ხო, მაგრამ რა პირობები გაქვს? რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს უფლისწულებს არაფერი დაუშავდებათ. მე აქ მათთან ერთად დავრჩები. თავისუფლად ვიქნებით. ქოსემ გპირდები უფლისწულები აქ დაცულად იცხოვრებენ. თუ ეშმაკი გაცდუნებს და პირობას არ შეასრულებ. ერთ კი გაიაზრებ, ისე დაიხოცებიან შენი შვილები. მუსტაფა და დილრუბა. გაფრთხილებ. სულთნის სასახლეს დატოვებ და ძველ სასახლეში წახვალ. რას ამოფალიმე? ჩვენ გარიგება დავდეთ. გარიგება დამთავრდა. გველის ბონება ასეთია. როგორც კი ხელსაყრელი მომენტი მიეცემა, მაშინვე გიკბენს. ამიტომ შენ არ გადანაშაულებ ჰალიმე. ერთ ჩვენ ერთ დღეს ბედი შემოტრიალდება და აუცილებლად დაბრუნდები ჩემს სასახლეში. ჰალიმე სულთანა. ქოსემ სულთანი აუცილებლად მოვა და პასუხს აგებ იმაზე, რაც გააკეთე. შეტევაზე. ცველებავ, ჰალიმე სულთანის საპყრობილეში ჩააგდეთ. სულთან მუსტაფას იზოლირებულად გამოკეტეთ. დედა. არა, არ გაბედო.